მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ვებინარებს და დღეს გავეცნობით პედაგოგიური საბჭოს სტრუქტურასა და ფუნქციებს. პირველ რიგში გავეცნოთ პედაგოგიური საბჭოს სტრუქტურას. აღნიშნოთ, რომ პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი და მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. ხოლო საბჭოს ხელმძღვანელობს 3 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული საბჭოს თავმჯდომარე. სწორედ საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოს წევრთა 1/3-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა და მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა. მნიშვნელოვანია აქვე აღვნიშნოთ, რომ პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე. აქვე პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით იღებს ხმების უმრავლესობით, არა ნაკლებ საერთო ხმების 1/3-ისა. იმ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი, რომლებიც ახორციელებენ პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სამხატვრო საბჭომ. ასეთ შემთხვევაში სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც აირჩევა ან ინიშნება წესდებით გათვალისწინებული წესით. მასაზე პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშაოს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით დაამტკიცოს სასკოლო სასწავლო გეგმები. საჭიროების შემთხვევაში დირექტორთან შეთანხმებით დაამტკიცოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით საფეხურებისა და საგნების შესაბამისად დაამტკიცოს სასწავლო მასალა, მათ შორის გრიფმინიჭებული და პედაგოგების მიერ შერჩეული სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების სია. ასევე პედაგოგიური საბჭო ირჩევს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორს და წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში. დასაკვირველია, უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში. მასაზე დღეს ჩვენ გავეცანით პედაგოგიური საბჭოს სტრუქტურასა და ფუნქციებს. ჩვენი შემდეგი სასაუბრო თემა იქნება მანდატური სამსახური. გისურვებთ წარმატება.